ზოგადად ის რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური დებატები ზოგადად არის მკვდარი, ეს პირველ რიგში ცხადი არის ქართული ოცნების პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ მათ გააქრეს ზოგადად ეს სიტყვა, მათ გადაწყვიტეს რომ ახალგაზრდებს ფიზიკურად დაპირისპირებოდნენ ერთ სპეცრაზმელს აქცეული ახალგაზრდებისთვის წიხლები ერტყა და მაშინ ყობახიძეს 28 ნოემბერს და იმ პერიოდში არც ერთხელ არ გახსენებია ის რომ კონსტრუქციულად ამ ადამიანებს ჯერ დალაპარაკებოდა და მერე მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელი გადაწყვეტილებაც მიიღო და პოსტფაქტუმ როცა ადამიანებს ეუბნები რომ ეხა შეიძლება აქ ჩვენ ვილაპარაკოთ, ცხადია რომ საზოგადოებისგან ამას ექნება ნეგატიური რეაქცია, მაგრამ დღეს ახლა ჩვენ უნდა შევხედოთ მოცემულობას და მოცემულობა არის შემდეგი, რომ ერთი მხრივ ქართულ ოცნებას მართალი აქვს ლეგიტიმაციის კრიზისი, უნდა ვითარების მაქსიმალურად ნორმალიზება და ამ მიზნით ისინი ეცდებიან, რომ საკუთარი კონსტრუქციულობა გამოხატოთ საზოგადოების თვალში და ცხადია რომ მათ კონკრეტული პირადი პარტიულობიდან გამომდინარე სჭირდებათ ეს დებატი და არა ის რომ როგორც კალპოპერის სტილში რომ მოგვევლინა ირაკლი ყობახიძე და დებატების კულტურის და დემოკრატიის სიჯანსაღეზე რო გველაპარაკებოდა ცხადია რომ ეს არის სრული აბსურდი, თუმცა მეორე მხრივ ის რომ ქართული ოცნებას ლეგიტიმაციის კრიზისი აქვს, ეს ავტომატურად არ ნიშნავს რომ მათი ეს კრიზისი ითარგმნება ოპოზიციის მხარდაჭერაში. დღეს ოპოზიცია და ოპოზიციური კლასი ვინც შეიძლება ქვეყანაში მოახდინოს ცვლილება, ჩვენ სუსტ მდგომარეობაში გამოიყურებთ და ეს ამ სისუსტეს პირველ რიგში განაპირობებს ის რომ არ გვაქვს ადამიანების საკმარისი მხარდაჭერა და ნდობა, რომ ეს ადამიანი მათ შორის არჩევნებზეც გამოკვლენ და მოიგო იმ ხელა უპირატესობით რომ ქართულ ოცნებას არანაირი გაყალბების მეთოდით გამარჯვების შანსი არ დაუტოვო, მათ შორის გამოკვლენ ქუჩაში და თუნდაც მოახდინო რევოლუცია. უბრალოდ როდესაც დღეს ეს მოცემულობა არ გვაქვს, ჩემი აზრით, არ აქვს ოპოზიციას იმის ფუფუნება, რომ მან უარი თქვას ნებისმიერ ფორმატში, მნიშვნელობა არ აქვს. პირობების საყენების კონტრპირობების რეჟიმშია ახლა ოპოზიცია და ამის და არ გვაქვს ჩემი აზრით მაგის ფუფუნება. ჩემი აზრით, რისი საშუალებაც არსებობს, მიუხედავად ფორმატისა, სადაც ჩვენ გექნება იმის საშუალება, რომ ქართულ ოცნებასთან შედარებით წარმოაჩინო უპირატესობა შენი ლოგიკის და შენი ნარატივის, ყველა საშუალება უნდა იქნეს გამოყენებული, იმიტომ რომ ესეთი ფორმატები შენ საშუალებას გაძლევს, რომ ადამიანების აზროვნება მოიხვრო. ხა არავის იმის ილუზია ხო არ აქვს, რომელიმე ხოცი მაღალჩინოსანი თუნდაც ყობახიძე რო დაგიჟდეს და ის ჭკუას შეიცვლის. ხო ეს ხო არ შეიძლება იყოს დებატის მიზანი. დებატის მიზანი შეიძლება იყოს საზოგადოების ბატონო აზრზე გავლენის მოხდენა და როცა ჩვენ დღეს არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ საზოგადოების კრიტიკული უმრავლესობა ფაქტი არ არის დღეს ცვლილების მხარეს, ანუ ამ ოპოზიციით ცვლილებას გულისხმობ. შენ მაშინ ეს საშუალებები უნდა გამოიყენო და ჩვენ ამ ფორმულირებას ახლა ოპოზიციის შიგნით არ დაგეთანხმება ბევრი, იმიტომ რომ ჩემ ეთერშიც რაღაც ამ ტიპის ფორმულირებას იყენებენ ხოლმე, მაგალითად გუშინ თენგოთევზაძე მყავდა ადრეც, ანუ სხვადასხვა ლიდერები, რომ უმრავლესობა არის ცვლილებისკენ, უმრავლესობა არის ოპოზიციისკენ და ასე შემდეგ და რატომ არ ხდება ეგ ცვლილება? ხო და აი რატომ არ ხდება? არჩევნები გააუქმეს და ზუსტად 2 წუთი მინდა რომ ჩავატიო რა სათქმელი, რაღაცები დამეგროვდა ბოლო პერიოდში ეთერში არ ყოფილა დიდი ხანია და რაღაც მინდა თქვა, ანუ თავარი პრობლემა ეხა ის არ არის, თქვა ჩვენ ვიდებატებთ თუ არ ვიდებატებთ და ეს კიდევ უფრო მეორე ხარისხოვანი პრობლემა მგონია, დაჟე ისიც მგონია რომ ქართული ოცნება რაღაც მომენტში ამ დებატებს ისევ ჩაკეტავს, თუ კი მართლა ის ოპოზიციისთვისაც გაიხსნება და არ მაქვს იმის მოლოდინი რომ ქართული ოცნება რაღაც დემოკრატიულ ჩარჩოს დაუბრუნდება. თუმცა თავარი პრობლემა მე ყოველთვის ვეჯახები ხოლმე ჩვენ ფლანგზე, მიუხედავად ქართული ოცნებაზე, ჩვენი წარმოდგენისა და დიაგნოზე უკვე ქართული ოცნებას დასმული აქვს, რაც ზალა არის, მაგრამ მე ვეჯახები ხოლმე წინააღმდეგობას, რომ ეს როგორც კი აქეთა ფლანგზე გაჩნდება ხოლმე რაღაც ალტერნატიული ხედვები ბრძოლის ფორმებთან დაკავშირებით, დღეს არსებობს პოლიტიკური რაღაცა მეინსტრიმი ოპოზიცია, რომლებსაც ყავთ პარტიული აქტივისტები, მათ შორის რაღაც ბაბლის ინფლუენსერები, რომლებიც ორგანიზებულად ცდილობენ ხოლმე ნებისმიერი ახალი პოლიტიკური ნარატივის ჩაჩეხვას და ცდილობენ იმის წარმოჩენას, რომ ვიღაც რაიმე განსხვავებულს ამბობს, ის არის მოღალატე. გუშინთელი მაგალითი რო ვიღო, ხა აი უსამართლობა იყო, რამაც ზოგადად პოლიტიკაში მომიყვანა. სკოლაშიც რო ჩემ კლასელს ვიღაც ქუდს სადღაც აუგდებდა და აწვალებდა, ესეც კი ყოველთვის ბაღიზიანები. გუშინ იჯდა ცოტნე მაგალითად ტევ პირველის ეთერში ერთ-ერთ ქოცების წარმომადგენელს ედებატებოდა. შეიძლება ვიღაცამ გააკრიტიკოს, რომ ეს არგუმენტია, ესე უნდა გეთქვა, ეს არ უნდა გეთქვა, მაგრამ ყველა საგი აზრის ადამიანს შაბეჭდილება დარჩენებოდა, რომ აქეთ იყო, რა ვიცი, სრული სიბნელე და აქეთ იყო რაღაც სინათლე, რომელსაც შეიძლება ის ადამიანებიც კი ჩაეჭიდონ, ვინც შეიძლება დღეს ოპოზიციას მხარს არ უჭერს და კარგი ილუსტრაცია იყო ქართული ოცნების ნარატივის და მე შემხვდა დღეს ბევრი ქილიკი, ბევრი დაცინვა, ბევრი მათ შორის შეურაცხყოფა, რომ აი რანაირად შეიძლება შენ ქართულ ოცნებას ესე დებატებში უჯდებოდე და ელაპარაკებოდე ადამიანი ოცნების პარტიული ეხლა კონკრეტულ რადიო თავისუფლებაზეც არის ხოლმე პროექტი, როცა ხელისუფლების მხარდამჭერი, ოპოზიციის მხარდამჭერი ერთმანეთს ედებატებიან. მაგალითი, როცა ქართული ოცნების უფრო მეტად პროსახელისუფლების
ხელისუფლებო ნარატივზე მყოფი ადამიანთან დავჯექით აქეთ და ფრანგიდან ვიღას დებატებში და მაშინვე გაჩნდა ისევ ის მოღალატეობა ჩერაცხვის სურვილი, რომელიც ყოველთვის არსებობს ნებისმიერი განსხვავებული აზრისათვის. დეპუტატი დაუჯდები ოცნებიდან, შემდეგ რა მოხდება, შეგიძლია ეს გადაამრავლო. არც ცოტნეს, არც მე და არც ბევრ ჩემ მეგობარს არ გვჭირდება არავის ნებართვა და მანდატი, რომ ვინმეს დებატებში დაუჯდეთ, იმიტომ რომ ჩვენ თავზე გვაქვს პირადად გამოცდილი გალახულებიც ვართ, დაჭერილებიც ვართ, რეპრესირებულებიც ვართ, არავისზე ნაკლები ბრძოლა არ გადაგვიტანია და ქართულ ოცნების ბუნება ჩვენც არავის არ ესწავლება და მეორეც ის რომ ზოგადად თუ მხარდაჭერას არ ვიზრით და თუ ყველანაირ საშუალებას არ ვეძებთ იმისთვის რომ ერთ ადამიანის გონებაში მაინც შევაღწიოთ, ერთ ადამიანს მაინც დავაფიქროთ რომ რაღაცას ქართული ოცნება არასწორად აკეთებს, მაშინ რა გამაგებინო რა არის დღევანდელი ოპოზიციური სპექტრის არსებობის არსი. და რა არსები არსებობს. თუ კი არც დებატებს ეხა აზრი არ აქვს და ლაპარაკს და ვინმეს მომხრობის ლოგიკა აღარ არსებობს და ყველაფერი უკვე ისედაც იცის. თუ არჩევნებს აზრი არ აქვს და ეს რუსულ სპეცოპერაციად არის გამოცხადებული და მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება არჩევნებს აყალბებს ყოველთვის, ჩვენ არ გვაქვს ამბიცია, რომ ესეთ არჩევნებში დავამარცხოთ. თუ კი ვერც რევოლუციას ვერ ვაწყობთ და 4 ოქტომბერი პაატა ბურჭულაძის იმედად შევატოვეთ და რა ვიცი, არ მინახია ბევრი დღეს ვინც ესე რადიკალობს, ღობესთან რო ახლოს ყოფილი იყოს და დღეს უამრავი ადამიანი ტრაგიკულად და უსამართლოდ არის ციხეში ცრუნარატივების გამო და ან რა ეს არ თანამშრომლობის პოლიტიკაზე როცა გველაპარაკებიან. თუ კი ჯარიმებს ვიხდით, თუ კი გირაოს ვიხდით, თუ კი გადასახადებს ვიხდით, თუ კი ოპოზიციის შეგნებულად ვახსენე ერთ-ერთი პარტიული დამფინანსებელი, რომელიც კარგ საქმეს აკეთებს ამ კუთხით, კობახიძეს მოიხსენიებს პრემიერად ჭყონიას გულისხმობ. მე არც ერთ ამ ჩამოთვლილი ადამიანთან ვიჯან ჯარიმას იხდის ან ქართულ ოცნებასთან ამხელა კოკა-კოლა თუ რაღაცა კუთხით ლაგდება, შეიძლება მათ გაუგო და ესე მათკენ რამე ისრებს კი არ ვისურვებთ. მე იმ ადამიანების გამკვირვებელია, ვინც ვერც არ თანამშრომლობის პოლიტიკას ვერ ატარებს ბოლომდე და ფაქტია გარღვევები აქვს. ვინც ვერც რევოლუციას აწყობს, არც არჩევნებს არ უშვებს რაიმე ბრძოლის გზად, არც დებატებზე არ ჯდება და მე ან ვინმე ჩემნაირი ადამიანს ამუნათებს იმაზე, როგორ გაბედე შენ ქოცებთან დაჯდომა და ლაპარაკი. ეს არ ეხება მარტო ბენოშ ხაშაგაშვილთან დაჯდომას ეხა. ხვალ შეიძლება მართლა მოიწოს ზოგადად დაჯდეს ეხა და არც ცოტნეს არ ეხება. პოლიტიკოსებმა უნდა იცოდნენ თუ Facebook ეგრეთ წოდებული ბაბლის ტყვეობაში დარჩნენ თუ რაღაც ისე აკეთონ როგორც ჯერათ, ეს კონკრეტული არჩევანის თემაა ხო არ ვიცი. არ მაშინ ან ტყვეობაში ხარ რამდენიმე ამ დამონათებას დიანა ამ ლოგიკას გავიგებდი თუ აქეთ რო არსებობდეს რაღაც გამარჯვების ფორმულა და მე მეუბნებოდი რომ ეხა შენ ისეთ რაღაცას აკეთებ რაც ამ ჩვენ გამარჯვების ფორმულას ხელს უშლის და ამიტომ გვაზიანებ და მუდმივად საუბრობენ რომ რაღაც ასეთ ფორმულაზე მუშაობენ აგიბრუნდები